არის ისეთი დაავადებები, რომლებიც მტკნარი წყლის დაავადებებია, რომელიც მწვანილით გადადის, რომელსაც აუცილებლად დამუშავება ჭირდება, ძალიან დიდი დაინტერესება აქვს იმერეთის რეგიონს ამ დაავადების მიმართ არის ასეთი დაავადება ფასციოლოზი, რომელიც მტკნარი წყლის დაავადებაა, ლოკოკინას გადააქვს, წყაროები, სადაც არის ჭისწყალ, სადაც გამოიყენებენ, სადაც საქონელი სვავს წყალს და მერე ნაკელი ბოსტანში შეაქვთ ნაკელი, აი იქიდან შეიძლება დააბინძურდეს მწვანილი, საკმაოდ მდგრადია ეს პარაზიტი, ლაბორატორიის პირობებშიც კი შეუძლია გამრავლება და იწვევს სერიოზულ დაავადებას ღვიძლის. მდინარე წყლით დამუშავება, ხანმარილიან წყალშიც ჩადება, გაჩერება, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ საკმაოდ მდგრადია, ხო გეუბნებით ჩვენ რო ვაკვირდებოდით, დავდიოდით რეგიონში და ვეძებდით კერებს, წყაროს, საიდან ვრცელდებოდა, როგორ ხდებოდა, ქუთაისის რეგიონი იყო ძირითადად საჩხერე, თერჯოლა, ეს იმერეთის რეგიონი. ლაბორატორიაში რომ მოქონდა დაავადებათა კონტროლის, ლაბორატორიულ პირობებში დაიწყო გამრავლება და თვითონ ის ესპანელიც იყო გაოცებული, რომ როგორი მდგრადიაო, გამძლე შტამი გამოდგა. და ამიტომ კარგად უნდა გაირეცხოს მწვანილი. დაავადებული ხორცი არ უნდა მიივირთვათ, საქონლის ხორცი, აი ღვიძლი მით უმეტეს პაშტეტებს რომ ამზადებენ, ის ხომ არ მუშავდება ისე კარგად თერმულად და აი ეს ძალიან საშიშია. თუ არ არის ჯამრთელი ღვიძლი, არ უნდა გააკეთოთ.